Can you see by the dawn's early light? ამერიკის 29 პრეზიდენტი უორენ გამალიელ ჰარდინგი. როგორც ამბობენ ამერიკის ყველაზე საყვარელი პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, ოჰაიოდან, იგი იყო ოჰაიოს სენატის წევრი, იგი იყო ოჰაიოს ლეიტენანტ გავერნერი, ანუ გუბერნატორის შემდეგ პირველი პირი, იგი იყო სენატორი ოჰაიოდან და ბოლოს გახდა 20 წელს ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჰარდინგმა მოიგო და 21 წლიდან ამერიკის 29 პრეზიდენტია. როგორც გითხარით, ყველაზე საყვარელი, ხალხს მართლა ძალიან უყვარდა და მხოლოდ ჰარდინგის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც ცოტა შეარყია მის რეპუტაცია, მაგრამ დღესაც ითვლება, რომ სიცოცხლეში უორენ ჰარდინგი არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პრეზიდენტი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა მიიღო, მაგრამ ყველაფერს თანდათანობით. უორენ ჰარდინგი 1965 წელს 2 ნოემბერს დაიბადა ოჰაიოში, ბლუმინგ გროვ, ოჰაიო. ესე არის იმ ადგილის სახელი, სადაც იგი გაჩნდა ტრაიონ ჰარდინგის ოჯახში და უფროსი იყო 8 შვილის შორის, პირველი შვილი. დედის მხრიდან ჰოლანდიელები იყვნენ, ასევე საინტერესოა, ამბობენ, რომ მისი რომელიღაცა ძალიან უკან ბებია იყო შავკანიანი. ეს ყველაფერი ეხლა არის საინტერესო, თორემ მაშინ რობერტ ჰარდინგი იყო ჩვეულებრივი წარმატებული ოჯახის წევრი, რომელმაც მიიღო კარგი განათლება და ეს არ იყო უკვე ეს თაობა, რომელიც ომში გამოსდილი და სამოქალაქო ომის თაობას ეძახდნენ. ეს არის სუფთა პოლიტიკოსების თაობა. უორენ ჰარდინგმა წამოიწყო ჟურნალისტობა. მან შეიძინა ადგილობრივი გაზეთი და გახდა ის ვარსკვლავურ გაზეთად. მართლაც წარმატებულად და აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური სიძლიერეც და პოლიტიკური წონაც აქედან შეიძინა. პირველი, როგორც გითხარით, არჩევითი თანამდებობა იყო სენატორი, ოჰაიოს სენატორი, ოღონდ შტატის. უორენ ჰარდინგი დაოჯახდა, მოიყვანა ადგილობრივი მდიდარი ბანკირის მეუღლე, ამან საკმაოდ სერიოზული როლი ითამაშა მის პოლიტიკურ კარიერაში, იმიტომ რომ გაჩნდა კაპიტალი, რომელიც მას სრულად ოფიციალურად ეხმარებოდა და წარმატებული გამოდგა მისი პოლიტიკური გეზი, როგორც გითხარით, ოჰაიოს სენატორიდან, შემდეგ ლეიტენანტ გავერნერამდე და შემდეგ ამერიკის სენატში ოჰაიოს წარმომადგენელი. იყო ამერიკული რესპუბლიკური პარტიის პროგრესული ნაწილის წევრი და 20 წლის არჩევნებისთვის ხუთაშორის მანამდე როგორც მოყავით წააგო რესპუბლიკურმა პარტიამ, იმიტომ რომ წინა პრეზიდენტებმა გაყვეს რესპუბლიკური პარტია, უბრალოდ რუზველტმა გაყო, წაიყვანა თავისი მომხრეები და დამოუკიდებლად ეცადა პრეზიდენტობას პროგრესიულ პარტიიდან, ამან გამოიწვია დამარცხება და 20 წლის არჩევნებისთვის უმეტესობა პროგრესისტებისა, რუზველტის ხალხისა დაბრუნდა რესპუბლიკურ პარტიაში. მათ შორის ჰარდინგი და ჩიკაგოს კოლეგიუმში შედგა რესპუბლიკური ნაციონალური კონვენცია, რომელსაც უნდა დაესახელებინა მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი და სწორედ ამ კონვენციაზე მოხდა უორენ ჰარდინგის დასახელება როგორც რესპუბლიკური კანდიდატისა. ასე გავიდნენ რესპუბლიკელები 1920 წლის არჩევნებზე. უორენ ჰარდინგის პრეზიდენტობა მოუწია სწორედ პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პერიოდს, როცა ხდებოდა მთელ მსოფლიოში შემოbrunება, მშვიდობისკენ დაბრუნება, რაღაცნაირად ხელახლა აწყობა ცხოვრების და განიარაღება სწორედ პოლიტიკურ ლექსიკონში სწორედ უორენ ჰარდინგის დროს შემოვიდა და იგი იყო მოთავე, ასე ვთქვათ, ევროპული და ამერიკული განიარაღებისა, რაც იყო, ასე ვთქვათ, მშვიდობის ერთ-ერთი პირობა, ასევე ეკონომიკა. დაიწყო კრიზისებით და უორენ ჰარდინგის დროს მან შემოიღო შეკვეცა გადასახადები და დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომ იყო საყვარელი პრეზიდენტი, სწორედ ეკონომიკური გამჯამრთელების გამო. რესპუბლიკელებს აქვთ ეს პოლიტიკაში, როდესაც მოდიან შემცირება გადასახადების და უორენ ჰარდინგმა სწორედ ეს გამოიყენა საკმაოდ წარმატებით. ასევე ჰარდინგის დროს იყო მცირე ინტერვენციები სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ ეს არ გასდევდა მის პრეზიდენტობას რაღაც ცენტრალურ ხაზად,
მაგრამ მიუხედავად ამისა, საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ამერიკის გავლენის გაზრდას. და 23 წლის 27 ივლისს ჰარდინგს უნდა წაეკითხა ლექცია უნივერსიტეტში და გაცივდა, ცუდი ამინდის დროს გაცივდა, დაემართა პნევმონია, იმ დროს სამწუხაროდ პნევმონია ერთ-ერთი სერიოზული დაავადება იყო, რომელიც ვერაფრით ვერ უმკურნალეს და ჰარდინგი 23 წელს გარდაიცვალა ვადამდე, ისე რომ ვერ მოასწრო შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა. მის დასაფლავებას ცნობილია, რომ ესწრებოდა მაგალითად თომას ედისონი და ჰენრი ფორდი. საერთოდ ჰარდინგის გარემოცვაში ძალიან ბევრი მეცნიერი და გამომგონებელი იყო და ძალიან ხელს უწყობდა მისი ადმინისტრაცია ამ ინოვაციური იდეების განვითარებას. როგორც გითხართ, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პრეზიდენტი იყო ჰარდინგი და მისი გარდაცვალების მერე უცბად გასკდა სკანდალური ამბები. ერთ-ერთი იყო ყველაზე უფრო დამაზიანებელი Teapot Dome, ესე ერქვა. ეს იყო ნავთობის რეზერვების შესახებ, იქ ბევრი რამ უკანონო აღმოჩნდა, რომელიც უკავშირდებოდა ჰარდინგის სახელს. ამას მსურველი ალბათ მოძებნის დაუგლავს და ბევრ საინტერესოს აღმოაჩენს მაშინდელი ამერიკული ცხოვრების სტილის შესახებ და ამან ძალიან დააზიანა ჰარდინგის სახელი, მაგრამ მაინც ერთ-ერთ საყვარელ და წარმატებულ ამერიკელ პრეზიდენტად ითვლება. და მაინც რა სახელი დარჩა ჰარდინგს ისტორიაში? როგორც ამერიკელები უწოდებენ მას სიკვდილის მერე Man of Peace, ანუ მშვიდობის კაცი, our president, after war president, ჩვენი ომის შემდგომი პრეზიდენტი და მთელი მისი პრეზიდენტობის, ასე ვთქვათ, მთავარი არის ომის შემდგომ გამოსწორება, ცხოვრების, მშვიდობიანი ცხოვრების დამყარება, გამოსწორება, ეკონომიკური წინსვლა, კულტურის მეცნიერების განვითარება და ამიტომაც სკანდალების მიუხედავად ითვლება საყვარელ წარმატებულ პრეზიდენტად. ასეთ იყო ჰარდინგი, ამერიკის 29 პრეზიდენტი, რომელიც ვადაზე ადრე წავიდა ცხოვრებიდან, ამიტომ ვერ დაათავა პრეზიდენტობა და მისი გამგზელებელი, შემდეგი პრეზიდენტი გახდა მისი ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ ამაზე შემდგომ საუბარში.